მოაწერს თუ არ მოაწერს, მას შემდეგ რაც გავარკვიეთ პარლამენტის არჩევანი, ახლა ის გადაგვრჩენია თავი ამ კითხვით შევიქციოთ. ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის კანონად ქცეული ინიციატივის მომავალი ახლა უკვე ვეტომდებლის ხელთაა. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს დაგვიტოვებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ასეთი სახით მიღებულ კანონს, თუ წყალში ჩაუყრის საპარლამენტო სამეულს ბოლო დროის ნაშრომს. პრეზიდენტის სამუშაო მაგიდა პარლამენტიდან კანონს, პარლამენტი კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელის. საკანონმდებლო ორგანო ამ მოლოდინში მარტო არ არის. მათთან ერთად არასამთავრობო სექტორიც ინტერესით აკვირდება, რას აირჩევს პრეზიდენტი. მანამდე კი მესამე სექტორი დროს არ კარგავს და აქციებს მართავს. ვასილ დაბრუნდაშვილი გვეტყვის, როგორ შეიკრება მოსმენების კვანძი. ეს შენ გეხება, შეასრულე წინასაარჩევნო დაპირება, ნუ გვისმენ. ამ ლოზუნგებით 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი დღეს ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა. პროტესტის ორგანიზატორებმა დეპუტატების სირცხვილის კორიდორში გაატარეს. პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ შემწყდარიყო უკანონო მოსმენები და აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ უკანონო და შეუზღუდავი მოსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება შესაძლებელი. არ შეიძლება, რომ ვიღაცები ჩვენს მოქალაქეებს უძრებოდნენ გულში, სულში, ჯიბეში დაუშვებელია ასეთი დრაკონული, არადემოკრატიული კანონების მიღება. მესამე სექტორის პროტესტს დღეს ომბუდსმენით შეუერთდა. უჩანანუაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება კეთილი პოლიციელის იმედად არ უნდა დატოვოს. სახალხო დამცველი ისეთ საკანონმდებლო ჩარჩოს ითხოვს, რომლის მიხედვითაც უკანონო მოსმენები და მიყურადება აღარ მოხდება. საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ მოხდეს სისტემური ცვლილება და სისტემური ცვლილებისთვის აუცილებელი არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაიმედებული კეთილ პოლიციელზე, რომელიც არასოდეს არავის მოусმეს. უნდა აღდგეს დობა და ეს დობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს. მოსმენებზე ერთი ვეტო პრეზიდენტის ანგარიშზე უკვე არის. სამი მოსმენით მიღებულ კანონზე საბოლოო სიტყვა ამჯერადაც მარგველაშვილს ეკუთვნის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონს ელოდებიან. კანონის მიმღები ორგანო კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. რა მოხდება თუ პრეზიდენტმა კანონს ისევ ვეტო დაადო? მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ ანგარიში გაუწიოს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობას დღეს შექმნილია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში. მე მგონი ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა გვაქვს და არა თქვათ მონების გუნდი. როდესაც ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება და ჩემი გადაწყვეტილება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შინაარსის იქნება ეს ალტერნატიული წინადადება. პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონის პირველ ვარიანტს ვეტო 31 ოქტომბერს დაადო. იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი კანონმდებლებს ამჯერადაც არ დაეთანხმება, პარლამენტს ერთ-ერთი რთული პროცედურის ვეტოს დაძევისთვის მომზადება მოუწევს.